Am წუთებში იწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესი საქმე ეხება ადმინისტრაციულ დაკავებას, თუმცა ეს დაკავება უდევს სისხლის სამართლის საქმეზე, მზია ამაღლობელის პატიმრობაში გაშვება საფუძვლად. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს მზია ამაღლობელს ამ საქმეში, ადვოკატები ჯერ კიდევ წინა პროცესზე საუბრობენ გაყალბებულ ოქმებზე და ასევე არაკანონიერ დაკავებაზე. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ უკვე იკრიბებიან აქ მზიას ახლობლები, თანამშრომლები, რომლებიც მას სოლიდარობას უცხადებენ. დავეცდებით უფრო მეტი გავიგოთ მათგან. ქალბატონ ნესტან, პირდაპირ ეთერში ვართ. რამდენიმე წუთში დაიწყება მზიას პროცესი. დღეს რა მოლოდინი გაქვთ? ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაიკითხოს, როგორც დაცვის მხარეს, ასევე ბრალდების მხრიდან. მართალი გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი არ მაქვს წინა პროცესიდან გამომდინარე, როცა სასამართლომ პრაქტიკულად დაცვის გარეშე დატოვა მზია და განაჩენი გამოუტანა პირველივე წინა სასამართლოს ხდომაზე, თუმცა დააჩვენა ძალიან ცხადად როგორი უსამართლო და სამარცხვინოა ეს სასამართლო, თუმცა ვნახოთ დღეს არის ადმინისტრაციული პროცესი მზიას პირველ დაკავებაზე, როცა არსებობს ვიდეოები ცალსახად და ცხადად, რომელიც აჩვენებს, რომ მზია უკანონოდ არის დაკავებული. წინა პირველ ადმინისტრაციულ ხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, ყოველ შემთხვევაში ღიად დატოვა საკითხი, დაკითხავს თუ არა დღევანდელ პროცესზე ბესელიას და დგებუაძეს, რომელიც არიან პირველი დაკავების ფიგურანტები. ვნახოთ, მზია უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ ეს არის უკანონო პატიმარი, ის არის ტყვე. მზია უნდა გათავისუფლდეს, ამაში ყველა თანხმდები და ის უკანონო პატიმარია. მანანა ქველიაშვილს ხედავთ, მანა პირდაპირ ეთერში ვართ. რა მოლოდინი გაქვთ დღეს მზიას პროცესთან დაკავშირებით და ნესტანი საუბრობდა, როგორ ფიქრობ, დაიკითხებოდნენ თუ არა დღეს სასამართლოს ხდომაზე გია ბესელია და ირაკლი დგებუაძე? მოთხოვნა ქონდა დაცვის მხარეს. გამომდინარე იქედან, რომ დღეს უნდა ვიყო მოწმე ამ პროცესზე, ვეცდები რომ შეფასებებისგან და ჩემი მოლოდინების გაჟღერებისგან თავი შევიკავო. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა და რაც არის აშკარა, მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, მისი სასამართლო პროცესი სისხლი იყო პოლიტიკურად, ყველა პოლიტიკური მდგენელი იყო ამ სასამართლო პროცესზე უსამართლო და გაყალბებული ოქმის საფუძველზე ზის ახლა მზია ამაღლობელი ციხეში და სხვათა შორის დღევანდელი პროცესი ზუსტად არის აი ამ გაყალბებული ოქმის საკითხის გარკვევის ერთ-ერთი საშუალება. ძალიან საინტერესოა, რომ თქვენ ხართ მოწმე მზიას პროცესზე და ხართ ის ადამიანი, რომელმაც გადაიღო მზიას და იმყოფებოდა მზიას პირველი დაკავების დროს. თუმცა დაკავების ოქმში წერია, რომ ირაკლი დგებუაძის მოადგილემ გოჩა ვანაძემ დააკავა. რა გაქვს გადაღებული? პირდაპირ ეთერში გადიოდა ეს ყველაფერი და დღემდე ბათუმელების ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი, როგორ აკავებს გრიგოლ ბესელია, ჭარის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს, როგორ შეჰყავს, აი ესე ზურგზე კიდევს ხელს და ესე შეჰყავს მზია ამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის ეზოში. დანარჩენი, მოდი დაველოდოთ სასამართლო პროცესს, სადაც მომეცემა, იმედი მაქვს საშუალება, რომ უფრო მეტი დეტალი მოვყვე. ხო, თქვენ უსმენთ მანანა ქველიაშვილს, რომელმაც გადაიღო ის კადრები, როგორ აკავებს პირველად გია ბესელია მზია ამაღლობას, თუმცა ოქმში, რომელიც საფუძვლად უდევს მზიას დაკავებას, წერია, რომ მისი დამკავებელი არის გოჩა ვანაძე. გოჩა ვანაძე არის ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის მოადგილე და ჩვენ სულ რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა საშუალება ჩაგვეწერა გოჩა ვანაძე, ეგრეთ წოდებული ცრუ მოწმე ადამიანი, რომელიც არც კადრებში ჩანს, არც მზიას დაკავების დროს ადგილზე არ ყოფილა, თუმცა ოქში წერია, რომ სწორედ გოჩა ვანაძეა ის პიროვნება, რომელმაც მზია ამაღლობელი დააკავა. სრულ მოწმეობა არა, ჯერ არ წახვიდეთ, ბატონო გოჩა. სასამართლო დაიწყება. რატო გარბი ხართ, ბატონო გოჩა? არ შემოგვიყვება. რატო გარბი ხართ? და რატო გარბი ხართ? არ გავრბივარ. სრულ მოწმე რატო? თქვენ ხომ მზია ამაღლობელი არ დაგიკავებიათ. გია ბესელიამ დააკავა. მაგას ახლა რამოდენიმე გია წუთი სასამართლო. ბესელიამ დააკავა. კადრში ჩანს ბატონო გოჩა, ერთი წუთი. ესე უნდა დაიმალოთ.
ასეა, მოწმე პოლიციელები კამერასთან უბრალოდ გარბიან, მათ კითხვებზე პასუხი არ აქვს, თუმცა რა იქნება დღევანდელ სასამართლოს ხტომაზე, ამას ჩვენი მაყურებელი დღის განმავლობაში გაიგებს, თუმცა მანამდე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ ის, რომ არსებობს კადრები და მანინა ქოელიაშვილიც ამბობდა ამას ჩვენთან პირდაპირ ეთერში, რომ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი, თუმცა გოჩავანაძე ამტკიცებს, რომ ის არის დამკავებელი. რაც შეეხება გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დეგებუაძის საკითხს, მოსამართლემ წინას ხტომაზე ეს საკითხი დატოვა ღიად და სალიხ შაინიძემ თქვა მხოლოდ ის, რომ თუ პროცესის მიმდინარეობისას გახდება იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ დაიკითხოს დგებუაძე და სამართლოს უფროსი ბესელია, მაშინ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მოკლედ ესეთია ვითარება, სულ რამდენიმე წუთში იწყება სასამართლო პროცესი და ჯერჯერობით არ ვიცით დაესწრება მას თუ არა მზია ამაღლობელი.